5 ოქტომბერს სირიაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ეს პირველი არჩევნებია მას შემდეგ, რაც 2024 წლის დეკემბერში ამბოხებულებმა ქვეყნის ავტოკრატი ლიდერის ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხეს. წინა საარჩევნო პროცესი ქვეყანაში არასტანდარტულად წარიმართა. ქუჩებში არ ყოფილა გამოკრული საარჩევნო ბანერები და არაფერი მიუთითებდა იმას, რომ ქვეყანა საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა. სირიის ზოგიერთ მოქალაქეს ამაზე ინფორმაციაც კი არ ჰქონია. არჩევნები ყველგან ვერ ჩატარდა, რადგან დამასკოს მთავრობას ქვეყნის ტერიტორიაზე სრული კონტროლი ჯერ არ მოუპოვებია. კონფლიქტის გამო არჩევნები განუსაზღვრელი ვადით გადაიდო სუაიდის პროვინციასა და ქურთების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე. არჩევნების შედეგად 200 წევრიანი სახალხო ასამბლეა ჩამოყალიბდება. 2/3 საარჩევნო კოლეგიის მიერ იქნება არჩეული, ხოლო 1/3 სირიის დროებითი პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარა აირჩევს. ახალი პარლამენტი 30 თვიანი ვადით იმუშავებს და ქვეყანას მომავალი არჩევნებისთვის მოამზადებს. კრიტიკოსები სირიის საპარლამენტო არჩევნების მიმართ პესიმისტურად არიან განწყობილი. მათი თქმით, ეს არჩევნები დემოკრატიულ პროცესს ვერ უზრუნველყოფს და საარჩევნო კოლეგიამ შესაძლოა უპირატესობა დროებითი მთავრობის წევრებთან დაახლოებულ კანდიდატებს მიანიჭოს. სირიის სახალხო ასამბლეის არჩევნების უმაღლესი კომიტეტის წარმომადგენელი ნავარ ნიჯმეჰი არ უარყოფს იმას, რომ პროცესი სრულყოფილი არაა, თუმცა დასცენს, რომ ამ ეტაპზე ეს მათი შესაძლებლობების მაქსიმუმია. პროცესი, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ მიმდინარეობს. საპარლამენტო არჩევნები მოქალაქეების პირდაპირი მონაწილეობით ტარდება, მაგრამ პროცესი იდეალური, რა თქმა უნდა, ვერ არის რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი მიზეზი სირიული საზოგადოების დემოგრაფიული სტრუქტურა, ასევე სირიის შიგნითა და მის ფარგლებს გარეთ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდი რაოდენობაა. ასევე არ არსებობს სირიელების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ყოველივე ამან შეიძლება გამოიწვიოს არჩევნებში მანიპულირება. ამრიგად, ჩვენ არ ვიძლევით ამ არჩევნების სამართლიანობისა და სანდოობის გარანტიას. გადავწყვიტეთ სხვა მექანიზმის გამოყენება, რომელსაც ნაწილობრივ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მიმართავენ. ეს მექანიზმი შესაძლოა არაა სამაგალითო, მაგრამ ამჟამად ყველაზე რეალისტურია. სირიის პარლამენტში ქალებისა და უმცირესობებისთვის დადგენილი კვოტა არ არსებობს, თუმცა დროებითი მთავრობა აცხადებს, რომ საკითხი სერიოზულად ეკიდება და პარლამენტის მრავალფეროვნებას მაქსიმალურად უზრუნველყოფს. სირიის დროებითი პრეზიდენტის აჰმედ ალ-შარაას თქმით, პარლამენტში მანდატების 1/3 არჩევისას სწორედ ამ კრიტერიუმით იხელმძღვანელებს. აჰმედ ალ-შარაას საარჩევნო უბნებს პირადადაც ეწვია და პროცესის მიმდინარეობას დააკვირდა. ჯერჯერობით საპარლამენტო არჩევნების შედეგები უცნობია. წინასწარი შედეგები სავარაუდოდ 6 ან 7 ოქტომბერს გამოქვეყნდება.